Garden Hall-ში ორგანიზაცია მე დაუბრუნდების ინიციატივითა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოება გაიმართა. ორგანიზატორების განმარტებით ღონისძიება უკვე მეორე წელია იმართება საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები წარმატებული ქალბატონების საქმიანობის წარმოჩენას ემსახურება. წელს უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედმა ქართულმა სათვისტომოებმა 12 წარმატებული ემიგრანტი ქალი წარადგინეს და შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ამჯერადაც უცხოეთში მათი საქმიანობა გახდათ. 12 ქალბატონი 8 ქვეყნიდან ქალბატონები, რომლებიც აკეთებენ ქართულ საქმეს. ანუ თავიანთ საქმიანობასთან პარალელურად მათ აქვთ ქართული სკოლები, მუსიკალური ანსამბლები, ცეკვის ანსამბლები და მე ვთვლი რომ საერთოდ ყველა ემიგრანტი გმირია, მაგრამ განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც ქართულ ბავშვებს უნარჩუნებენ ენას, ძალიან მნიშვნელოვანია და მათი უნდა აღინიშნოს და ისინი საქართველოს უნდა გაიცნოს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს წარმატებულ ემიგრანტ ქალთა შორის ჰოლანდიაში მცხოვრები და მოღვაწე ფონდ არტეკოს დამაარსებელი აფხაზეთის მკვიდრი დალი უბილავა დეგრაფიც დააჯილდოვეს. დევნილი ქალბატონი, რომელიც 10 წელზე მეტია ქალაქ ლეიდანში ცხოვრობს და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა. პროფესიით რეჟისორს არაერთი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის აფხაზეთის თემაზე. Garden Hall-ში გამართულ ცერემონიაზე წარმატებული ემიგრანტი ქალის ჯილდო დალი უბილავა დეგრაფმა ამჯერად თავად გადასცა გერმანიაში მცხოვრებ ქართულ ჟურნალისტ ირმა შიულაშვილს. იმ რადიო გადაცემებისთვის, რომელსაც თითქმის 18 წელია ვაკეთებ, სამოქალაქო რადიო ლოკომში, ჩვენ ყველა უცხოეთში ვაკეთებ ჩვენ საქმეს, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენი იდენტობა გადავარჩინოთ. და ამით ვარ ბედნიერები აი ამ საქმის კეთებით და როდესაც შენი ქვეყანა ამისთვის გიხდის მადლობას, ეს არის უდიდესი ბედნიერება, რომ ხიდი თურმე არ ჩატეხილა სამშობლოს და უცხოეთში მცხოვრებ ადამიანებს შორის. ძალიან დიდი ბედნიერება მხვდა წილად შარშან, რომ აი ამ არაჩვეულებრივი ღონისძიების ერთ-ერთი ნომინანტი ყოფილიყავი მეც 15 ქალბატონ შორის. ერთია როცა რაღაცას გულით აკეთებ, ის აუცილებლად მიდის გულებამდე, მაგრამ შემდეგ როცა შენი ქვეყანა ასე გაფასებს ამ დონეზე, გიფასებს იმ სხვა წელს, ეს ნიშნავს, რომ ეს მეტ ენერგიას, მეტ мотивაციას გაძლევს ადამიანს, რომ შემდეგი საქმეები კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელო. წელს მე მოწვეული ვარ როგორც სტუმარი, რომ ჩემი ესტაფეტა გადავცე სხვა კანდიდატს. და ამ შემთხვევაში ეს სხვა კანდიდატი არის ძალიან ღირსეული ქალბატონი გერმანიიდან ირმა შიულაშვილი. ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა თქვენ ექსკლუზიურად თქვენს ტელევიზიას უთხრა ერთი კარგი ამბავი, რომ ამ გაზაფხულზე აპრილ-მაისში ვაპირებთ აფხაზეთიდან დევნილი 25 მხატვრის გამოფენის ჩატარებას რემბრანდტის ქალაქში, ქალაქ ლეიდენში. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით და ფონდი არტეკოს ორგანიზებით მის ჰოლანდიელ და ქართულ პარტნიორებთან ერთად ეს პროექტი მალე იქცევა საქმედ. და ეს იქნება ჩვენი ძალიან მოკრძალებული, მაგრამ ძალიან დიდი სიყვარულით სავსე სიურპრიზი აფხაზეთისთვის. ემიგრანტი ქალების დაჯილდოების დასკვნით ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მსახიობები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ემიგრანტების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე თვითონ კარგად მესმის თუ რამდენად რთულია, რამდენად მძიმეა, როდესაც საკუთარ ქვეყანას ხარ მოშორებული ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, რამდენად კარგადაც არ უნდა ცხოვრობდე, მაინც რთულია. და ამ ადამიანების განწყობა ძალიან კარგად მესმის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევქმნათ ძლიერი საქართველო, ეკონომიკურად განვითარებული საქართველო, რომ ყველა საქართველოდან წასულ ადამიანს გაუჩნდეს იმის სურვილი და მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ დაუბრუნდეს თავიანთ მიწა-წყალს. ამ საოცრად დიდ მასშტაბურ ღონისძიებაში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი გახდათ ჩვენი თანამემამულეს ქალბატონი დალი დეგრაფ უბილავა, რომელიც მოღვაწეობს ჰოლანდიაში. ჩვენ ვითანამშრომლებთ მასთან გასულ წელს ძალიან კარგი და საინტერესო პროექტები შემოგთავაზა და განახორციელა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩვენი მხატვრების გამოფენების ორგანიზება ჰოლანდიაში, ცნობილ გალერეაში. წელს ის კიდევ აპირებს მსგავსი ღონისძიების ჩატარებას. მე მინდა ვუსურვო დალის ძალიან დიდი წარმატებები. ეხლა ძალიან სერიოზულ სტრუქტურაში მუშაობს.
ჰოლანდიაში ჩვენ ვააგრძელებთ თანამშრომლობაზე. ორგანიზატორების განმარტებით ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მომავალში უფრო მასშტაბური ხასიათი ექნება.